და რინგისთვის ჩვენი შემდეგი წყვილი ემზადება ამჯერად ნუცას გუნდიდან. გამარჯობა ჩემი ვარსკვლავები! სალომე შურღაია. სალომეს ბრმა კასტინგზე ნუცა ექსტრაორდინალურად შემოუბრუნდა. ჩვენი მწვრთნელი იმდენად ემოციურად ჩაერთო სალომეს სიმღერაში, რომ აღარავინ შეეცილა მას კონკურსანტში. საყვარელო, შენი მეტოქე იქნება თორნიკე ქუთათელაძე. თორნიკე ბრმა კასტინგზე ელვის პრესლის ლეგენდარული სიმღერით მოვიდა. თუმცა მაშინვე აღფრთოვანდა თორნიკეს ნამღერით და გუნდშიც აიყვანა. ჩემო ვარსკვლავებო და ნიჭიერებო. თქვენ იმღერებთ Sweet Home Chicago. იცით ეს? მაგარია. მე მგონი რომ თქვენი წვირი იქნება ძალიან საინტერესო. როდესაც თუმცა მაგურჩია სიმღერა ძალიან მომეწონა. Blues Brothers ფილმი მიყვარს. Sweet Home Chicago კაი სიმღერა, როკ-ენ-როლი რას. Baby don't you want to go? Oh! ცოტა კი მაგრაზებს ხოლმე იმიტომ რომ სულ აგვიანებს რეპეტიციებზე. მაგრამ კარგი ადამიანია. Sweet Home Chicago. სალომეს თვალებში როდესაც უყურებ, ხანდახან უბრალოდ ცრემლები მომდის ხოლმე, იმდენად ღრმა პიროვნება. ვოკალი დახვეწილი, იცის მან იმპროვიზირება, ჯაზის სტილისტიკას რაც ეხება. Sweet Home Chicago. Yeah. მიდი. გადარეული ბლუზერი თორნიკე, ჩემი ვარსკვლავი თორნიკე. მე არ დავიღლები მაგის ლაპარაკით, რომ თორნიკე არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეძრა სტადიონი. თავარი არის რინგზე რომ გამოვალ, თავარია რომ ჩავატარო როკ-ენ-როლი. გამოვალ და გავაკეთე. მე დარწმუნებული ვარ, რომ რინგს მოვიქებ. სად გვამოგზაურებდა სხვაგან ნუცას გუნდი თუ არა ამერიკაში. სიმღერით Sweet Home Chicago უპირისპირდებიან ერთმანეთს ჩვენი მონაწილეები, ასე რომ შეეგებეთ. მან უკვე დაგვამახსოვრა თავი დამატყვევებელი ხმით სალომე შურღაია. მის წინააღმდეგ ბიჭი, რომელიც წვრთნელის აზრით მალე სტადიონსაც გაასვეს, თორნიკე ქუთათელაძე. ახლა რა ბიჭია, ახლა რინგი იწყება. Same old place, Sweet Home Chicago.
don't you want to go? Sweet home, Sweet home, sweet home, Chicago. ეხლა ჯერ ესეთი მინდა მადლობა გითხრათ ორიოს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი დუეტი ქონდათ, ის რაც ჩვენ ქონდა გათვლილი პრინციპში, ყველაფერი არა, მაგრამ მიახლოებით გაკეთდა. თორნიკე, მე რაც შენ გითხარი თავიდან, შენში არის ეს არანორმალურად დიდი ენერგეტიკა, როკ მუსიკოსის, შენ გჭირდება შენი ბენდი, შენი 4 ადამიანი, მის გვერდით დაგიდგება და გააკეთებ ძალიან მაგარ შოუს და ეს იქნება სტადიონებისთვის გათვლილი. გარეგნობა გაქვს, ყველაფერი გაქვს ამისთვის აბსოლუტურად. რაც ეხება სალომეს ტექნიკას, რომელიც დღეს იყო უდაოდ არაჩვეულებრივი და ძალიან მაღალ დონეზე და ის რაც მე მომეწონა სალომე შენში, ეს იყო შენ თემატურად არ გახდი რაღაც ესეთი ნაზი გოგონა. ამ შემთხვევაში ვაჟა. ნუცა, ხომ შვიდობა გაქვს? დაგვიბრუნდი. ნუცა, დამთავრდა ნერვიული აშლილობა. ანრი ბოდიში და ნუცასთან დიდი ბოდიში, ყველასთან ბოდიში. თქვენ ახლა ნერვიულობთ, ნერვიულობისაგან არ ვიცი რებს აკეთებთ მანდ, მაგრამ სანამ გული გაგხვეთქვია აქ ორ ადამიანს, რომლებიც ყურში მეუნებიან ჩუმად, რომ ვაიმე ხა გული გამისკდება და ვაიმე რამე გითხარი რა. ვოიშირჩება სალომე! სალომე ფულოცა თამარაჩეულებრივ გამარჯვებას რინგზე. შეიძლება ხელი ჩამომართვა ეხლა მე, ეს უნდა გააკეთო. და მე შენ კონცერტზე აუცილებლად მოვალ ოჯახი, ჩემი შვილებით. ჯიგარი ხარ, მიყვარხარ და ძალიან დიდ პატივს შენს ვოკალს, შენს ჭრომას და შენს ყველაფერს. შენ ნიჭს. ხო, გავაცილოთ თორნიკე. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საფარი. გამეხარდა ჩემზე კარგი რაღაცები რო თქვეს. მაგრამ იმის გამომდინარე რომ უფრო მეტი მუშაობა არის საჭირო იმისთვის, რომ იქ შექება დაიმსახურა. ნამდვილად არ ვიცოდი რა მოხდებოდა, მაგრამ რავი, ძალიან ურილობდი, აი რა გითხრათ, აი ძალიან ურილობდი, მაგრამ რა თქვა, ნუცამ რომ სალომე რჩება პროექტში, აი შოქში ვიყავი რა. ძალიან ჩამოვედი წელიდან.